სტუდენტები ხელოვნურ ინტელექტს სულ უფრო მასშტაბურად და აქტიურად იყენებენ, რაც დავალებების შესრულების, კვლევების ჩატარებისა და სასწავლო დატვირთვის მართვის პროცესებს მნიშვნელოვნად ცვლის. 2025 წლის სექტემბრის მონაცემებით სასწავლო მიზნებისთვის AI-ის გამოყენების მაჩვენებელი სხვადასხვა დიდ ეკონომიკებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ წამყვან ქვეყნებს შორის გამოყენების მაჩვენებელი ერთმანეთთან შედარებით ახლოსაა, სწრაფად ადაპტირებულ და შედარებით ნელი ტემპით განვითარებად ბაზრებს შორის განსხვავება უკვე იკვეთება. ეს თავის მხრივ ციფრული მზადყოფნისა და განათლების სისტემების განვითარების განსხვავებაზე მიუთითებს. მსოფლიოში ლიდერი ბრაზილია, სადაც სტუდენტების 11.6% ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მას ახლოსვე ინდოეთი 11.5%-ით და იტალია 11.1%-ით მოყვებიან. ასევე მაღალი მაჩვენებელი 10.6% კანადაში და 9.9% ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ეკონომიკებშიც ძალებს აქტიურად იკრებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინდოეთი, სადაც სტუდენტების მიერ AI-ის გამოყენება დემოგრაფიულ უპირატესობასაც ეფუძნება. საშუალო ასაკი ქვეყანაში მხოლოდ 30 წელია, რაც დიდ ეკონომიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული მაჩვენებელია და ტექნოლოგიების სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს. სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტები ხელოვნურ ინტელექტს დავალებებისა და გამოცდებისთვის მოსამზადებლად უკვე აქტიურად იყენებენ, რაც ტექნოლოგიურ ცოდნას რეალურ აკადემიურ უპირატესობად გარდაქმნის. საპირისპიროდ შედარებით დაბალი მაჩვენებელი ისეთ განვითარებულ ეკონომიკებში ფიქსირდება, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო 4.6% და იაპონია 5.6%. ეს ქვეყნები ლიდერებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან, რაც აშკარად ადაპტაციის სხვაობაზე მიუთითებს. საშუალო ჯგუფის ქვეყნებიც, მაგალითად საფრანგეთი, სადაც AI სტუდენტების 7.4% იყენებს და გერმანია, სადაც ეს მაჩვენებელი 8.8%-ია, ლიდერებს ჩამორჩებიან. ეს სხვაობა უფრო მკაცრი აკადემიური პოლიტიკით, ინსტიტუციური დანერგვის ნელი ტემპით ან კულტურული სკეპტიციზმითაც შეიძლება აიხსნას. აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა გავლენა მათი გრძელვადიანი ციფრული კონკურენტუნარიანობის დონეზეც მოახდინოს. სტუდენტების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზრდასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ ინსტრუმენტებს ექნება, რომლებიც ყოველდღიურ გამოყენებას ეფექტიან სწავლებასთან აკავშირებს. ბოლო პერიოდში სტუდენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმები სულ უფრო საჭირო ხდება. ანუ ისინი, რომლებიც სასწავლო მასალებს რეალურ შედეგებად გარდაქმნის. მაღალი გამოყენების ბაზრებზე, როგორიცაა ინდოეთი და ბრაზილია, მთავარი გამოწვევა უკვე ტექნოლოგიის ცოდნის პრაქტიკულ აკადემიურ უპირატესობად იქცევა.